რამდენიმე საათში ქვეყანა ახალ 2026 წელს შეეგებება, ვის ეზეიმება და ვის არა. ყველაფერი ზუსტად აქ, 1 წლის წინ დაიწყო. ათეულობით დაკავებული მომიტინგე და ზეიმის გარეშე დარჩენილი მათი ოჯახებიც. დროც და საზეიმო განწყობაც მათთვის მაშინ გაჩერდა, როდესაც მათი ქმრები, მამები და შვილები სახლებიდან ხელბურკილ დადებულები გაიყვანეს. ეს არის ის სივრცე, სადაც ბოლოს იყო ანდრო, სადაც დავტოვე მე გავედი. დამირეკეს სხვადასხვა გზაში ვიყავი, რომ თქვენთან პოლიცია შესულიო და რომ მოვედი ეზოში დამხვდა ფაქტიურად სპეცრაზმი. ჩემ თვალწინ გამოიყვანეს ანდრო სადარბაზოდან ბურკილებით ეს ალბათ არ მომივა თვალებიდან და თავიდან. სახლში ვინ იყო? მამა. ანუ ჩემი მეუღლე და ძაღლები. ძაღლები ეს არის ჯანგო. ჯანგო არის ანდროს მოყვანილი, ჯანგო იყო სულ პატარა. 3 თვის, 2 თვის ალბათ ესე ქუჩაში იპოვა და კიკეთში და მოგვიყვანა სახლში. საერთოდ ანდროს და მამამის აქვთ ეგეთი პრინციპი, რომ ჩვენ მეორე ძაღლიც გვყავს, რომ უსახკარო ძაღლებს ვიყვანთ. ჯიშიან ძაღლებს არ ვიყვანთ და არ ვყიდულობთ. ძაღლები ძალიან მოწყენილები იყვნენ, როცა ანდრო წაიყვანეს. სხვათაშორის 2 დღე არც ჭამდნენ. ის მეორე ძაღლი განსაკუთრებით მოწყენილი იყო. ისეთი სიჩუმეა სახლში და ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, იმიტომ რომ ანდრო ბევრი იყო სახლში. ანდრო სულ მაგის ლოდინში ვიყავი, რომ აი როდის მოვა, როდის მომიყვება თავის ამბებს. ეს მისი წიგნებია სულ. შარშან ძალიან სევდიანი ახალი წელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნაძვისხეც კი დავდგი, რომ ანდროსაც უყვარდა ნაძვისხე და ერთად წყობდით ხოლმე. ძალიან სევდიანი ახალი წელი იყო. წელსაც მე არ მეძეიმება და არც არაფრის გაკეთებას დიდად არ ვაპირებ, ერთ-ერთი ნაძვისხეს მაინც აუცილებლად დავდგამ სიმბოლურად. ეხლა არ ვიცი ვის ეზეიმება. გარდა იმისა, რომ ბიჭები არიან გამოკეტილი სრულიად უდანაშაულოდ ციხეში, ქვეყანა საშინო მდგომარეობაში, თვითონ ქვეყანა არის სიკვდილის პირას, ასე ვიტყოდი მისული. ოპტიმისტი ვარ და მაინც 2026 წელი გონია, რომ დაბადების წელი იქნება, ქვეყნის დაბადების წელი, იმიტომ რომ ეს ეხლა რაც ხდება, უბრალოდ ბუნების კანონია, ეს ბოროტება ესე ვერ იტრიალებს ჰაერში. სამწუხაროა, რომ ბავშვს წაართვეს მამა რის გამო. რის გამო. ისე მენატრება ახლა ზვიადი, რომ თავს ვერ ვიკავებ, მაინც მინდა რომ ჩავეხუტო. ზვიადის სითბო ჩემი კი არ დააკლდა, მისი დაგვაკლდა. აი იმდენად თბილია ზვიადი. დებისთვის, ძმებისთვის, დიშვილებისთვის, ძმისშვილებისთვის, რომ რაც მაწუხებსო, ამდენი დაგროვილი სიყვარული და სითბოსაც წავიღო. აი ეს სითბო წაართვა ქართულ ოცნებამ, ჩემს შვილიშვილებს, ბებოს 90 წელს თალი ოცნებობს ღმერთო, ნუ მომკლავ სანამ ჩემ შვილიშვილს არ ჩამაღვდებ. მისი ერთადერთი ოცნება დატოვა ეს. ძალიან დიდი ცოდვა დაიგროვეს თვითონ მაკენმა. ეს ცოდვასაც აიღებენ არ ვიცი. გამოუვათ ადრე მალე. ცუდია ძალიან. დედაო, მეო აუცილებლად ვისწავლი და სწავლით უნდა ვაჯობო ამათო და დამილოცნია მისთვის სწავლის გზა. ეს არის ზვიადის საყვარელი დროშა ბათუმში. ქუჩაში რო დროშით ვიღაცა გაივლიდა და თვალს მოვკრავდი, ვიცოდი რომ იქ ზვიადმა გაიარა. პირველ აქციებზე
რუსული კანონი რო შემოვიდა, მაშინ ზვიადი გამოგვეპარა. ფსიქოლოგიურად ვემზადები, რომ ახალ წელს ისე შევხვდე, რომ არ ვიტირო, მაგრამ ეს გროვდება და როცა მარტო დავრჩები, აუცილებლად ცრემს და დარც ცალკე ჩემდა გამოვხატავ ემოციებით. ძალიან მეეჭვება რომ თორნიკე ახალ წელს სახლში შეხვდეს. თორნიკეს დალევა არ უყვარდა მაინც და მაინც და მერე წავიდო და თავის მეგობრებთან თორნიკეს ჰქონდა საოცარი ფეხი. შარშან ახალ წელს ძალიან რთული იყო, რა თქმა უნდა, ყველაზე რთული იყო შარშანდელი ახალი წელი. ასევე ტრადიციად გვექცა მეორე ახალი წელი, რომ ჩვენ ისევ მოვალთ რუსთაველზე და ყველა იმ კარგ ადამიანთან ერთად შევხვდებით 2026 წელს. როგორც შარშან შევხვდით. თანამესაკნებს ვეტყოდი პირველ რიგში დიდ მადლობას. თორნიკე გილოცავ დედი ახალ წელს. მოგბრძანდით. მოვედის მოგბრძანდი, ჩემო კარგო მოგბრძანდი. დრო გამოვნახე რომ მოვიდე, იმიტომ რომ მე როცა ბათუმში ვიყავი, შენ ძალიან მეცი პატივი. ეს შობის საჩუქარი ყვავილი. ნარგიზი, აქ არის ჩემი ეზოს ყარალიოკი. ეს ჩურჩხელები. ესეც აი ინთება ნატურა. აი ესე. და ნატურა შემოვიდეს ჩვენს ოჯახში. მადლობა. მიყვარხარ ძალიან. აი ხარეთ, მადლობა. ხო იცი რომ ჩვენ სულ გავაგზავნებთ მეგობრობას. რა თქმა უნდა, ჩვენც და ჩვენი შვილად. ერთმანეთს ხვდებით როგორც შარშან ისე ტირი ხარ ნანი, ნუ. ნამდვილად არ მაქვს იმის განწყობა, რომ სახში ვიჯდე მხიარულად ყველა ქართველი ადამიანი, რომელსაც სამშობლო უყვარს და სამშობლოსთვის უნდა ბედნიერი მომავალი და დემოკრატიული ქვეყანა და რა ვიცი ცივილურ სამყაროსთან ცხოვრება, თანაცხოვრება ნამდვილად იმ ადამიანების გვერდზე ვიდგები და ჩვეულებრივად ახლა შეიძლება მითხრან ახლა რა ვიცი 31-ში რომ ტროტუარზე დგომა არის კანონდარღვევა, მაგრამ ნუ რა ვქნა თუ დამაპატიმრებენ ახლა აღარც მაგისი არ გამიკვირდება 13-ში ვაპირებ 24 საათიანზე შევდივარ მეუღლესთან ძველ ახალ წელს გავატარებ გლდანში ჩემთვის ძალიან მტკივნეულია რაღაც ადამიანები ახლა გოჭი მაქვს საყიდელი ის ადამიანი ვერ ხვდება იმ მომენტში რომ მიჭირს ამის აღქმა დემოკრატიული და კარგი მომავალი უნდა თავის ქვეყნისთვის და ამისთვის დღეს საკანშია გილოცავ ვეფხი ძალიან მიჭირს მინდა ყველაფერი კარგად იყოს და მალე ჯოჯოხეთი დაამთავრდეს ჩვენ ოჯახში და ქვეყანაში აუცილებლად და ყველაფერი კარგად იქნება გავაგრძელებთ ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებას მიყვარხარ და ყველაფერი კარგად იქნება მოგკითხვა ყველას ბიჭებს ვინც არიან შენთან ერთად და მაგრად იყავით